გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერში ვარ მელია ბარათაშვილი და აკაკი გოგოლაძე და მოგესალმებით ყველას და თქვენი თხოვნებიდან გამომდინარე, რადგან წინა ლაივებში ვახსენეთ უმაღლესი პლანეტების დაძაბული ასპექტები და ბევრი კომენტარი იყო ამ თემაზე, რომ გაინტერესებდათ, ამიტომ დღეს ვისაუბრებთ პლუტონის დაძაბულ ასპექტებზე, ვიწყებთ პლუტონით, იმიტომ რომ როცა ადამიანი იგებს, რომ მის ნატალურ რუკაში არის პლუტონის დაძაბული ასპექტი, რეაქცია ყოველთვის არის ერთნაირი, შიშიშ, ფოთვა და მართლაც ასტროლოგიურ გარემოში პლუტონს აქვს რეპუტაცია ყველაზე მძიმე, ყველაზე საშიში პლანეტის, რომელიც დაკავშირებულია კრიზისებთან, დანაკარგებთან, ძალადობასთან, ბედის ნგრევასთან და რა თქმა უნდა ეს შიში არ არის ცარიელ ადგილზე, რა თქმა უნდა არ არის, მართლა შეუძლია პლუტონს რო ასეთი სიტუაციები მოიტანოს, მაგრამ საქმე ის არის რომ ანუ ასე მთლად ტრაგიკულად საქმე არ არის. პლუტონი არ არის დასჯის პლანეტა, თავისი შინაარსით ეს არის ძალის პლანეტა. და როცა პლუტონი დგას დაძაბულ ასპექტში, ეს იმდენად დიდ ცუდ ბედს კი არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს დასრულებული კარმული თემა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს გამოსავალს. კარმული თვალსაზრისით და უმაღლესი პლანეტების ასპექტები, დაძაბული ასპექტები, რა თქმა უნდა, თავისი კარმული სიუჟეტი აქვს ამ პლანეტებს. კარმული თვალსაზრისით პლუტონის ასპექტები არასდროს არ არის შემთხვევითი. ეს ასპექტები მოდის იქ, სადაც ადამიანს წარსულ გამოცდილებაში ჰქონდა ძალაუფლება სხვაზე, ან პირიქით დაკარგვა საკუთარი ძალის, იყო შიშის სიკვდილი სიცოცხლის, ნგრევების, დათქუნვის, კონტროლის, დამოკიდებულების და უკიდურესობის თემა. ანუ ან ადამიანმა უკვე იცოდა რა არის დიდი ძალა, მაგრამ ვერ ისწავლა ამ ძალის მართვა. ამიტომ პლუტონის დაძაბული ასპექტები პირად პლანეტებთან ეს არის ყოველთვის ასეთი ისტორია. შენ უკვე იცოდი, უკვე დაეჯახი ამ ენერგიას, ეხლა შენ უნდა ისწავლო მართვა ამ ენერგიის და არა გახდე მსხვერპლი ამ ენერგიის. ეხლა რა ითვლება დაძაბულ ასპექტებად? შეერთება იქნება დაძაბულ ასპექტებად, ძლიერი ვარიანტია, იმიტომ რომ რა ქვია, ერთ-ერთი ზოგად შეერთება ძლიერი, ყველაზე ძლიერი ასპექტია და ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ცხოვრებაში მოვიდა ძალიან მოდით ასე ვთქვათ, მყრივი გამოცდილებით ძალის, ეს შეიძლება იყოს გადარჩენის, ძალაუფლების, ექსტრემალური სიტუაციის, ხისტი გადაწყვეტილებების გამოცდილება, ამოცანა არის იცხოვროს მაღალი შინაგანი ინტენსიურობით, ისე რომ არ დაანგრიო საკუთარი თავი და არ დაანგრიო გარემო. რეალურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები გრძნობენ, რომ დაახლოებით ასე არიან, ან ყველაფერი, ან არაფერი. რეალურ ცხოვრებაში ასეა. თუ ეს ემოციებს ეხება ძალიან სიღრმისეული, თუ რეაქციებს ეხება, ეს არის უკიდურესი, თუ სიტუაციებს ექნება საბედისწერო, ხო, აი ეს ხო, ერთადერთი გზა არის, რომ ვისწავლოთ ამ პლუტონის ენერგიის მართვა. ანალოგიურად, მაგრამ ნაკლები დატვირთვებით, ვიტყოდი კვადრატი და ოპოზიცია. ოპოზიცია ითვლება ამ შემთხვევაში ყველაზე რთული ასპექტი, ყოველთვის ასეა, ნებისმიერი ოპოზიცია ყველაზე რთულია და ეს იმას მეტყველებს იმაზე, რომ კარმულად რომ ადრე იცხოვრა ეს გამოცდილება სხვა ადამიანების მეშვეობით და ეხლა ამოცანა რომ დაიბრუნოს საკუთარი ძალა და შესაბამისად ასეთი ადამიანები მაგალითად ცხოვრებაში ძალიან ხშირად იზიდავენ ძალიან ძლიერ ან დამანგრეველ პარტნიორებს
მანიპულატორებს, ხის სოციალურ და ოჯახურ სცენარებს და ამოცანა აქ არის, რომ ადამიანმა უნდა შეძლოს და გამოვიდეს სხვისი ნების დამოკიდებულებიდან და პლუტონი აქ ოპოზიციაში პლანეტასთან იმ პლანეტის ფუნქციის მიხედვით ხო ასწავლის იმას რომ ისწავლე არასთქმა ისწავლე საზღვრების აგება ნუ მიანდობ შენ ცხოვრების კონტროლს ხვას მიანდობ. ამიტომ აი ეს ამას უნდა კარგად უნდა გააცნობიეროთ ეს. არის თუ არა ეს მარტივი ასპექტები? არ არის მარტივი ასპექტები. არის თუ არა შემთხვევითი ასპექტები? ეს არ არის შემთხვევითი ასპექტები. გინდა არ გინდა სხვა გამოსავალი არა გაქვს. ეს ასპექტების მართვა უნდა ისწავლოთ. ანუ ყველა პრაქტიკულად ადამიანი, რომელსაც პლუტონი აქვს დაძაბულ ასპექტებში სექტენერის, ანუ პირად პლანეტებთან და მე დღეს მაგალითებსაც მოგიყვანთ და მით უმეტეს პირად პლანეტებთან ცხოვრებაში უნდა ძალაუფლება, ცხოვრებაში უნდა გავლენა, ღიად ან ფარულად. არ არის აუცილებელი რომ იყოს ეს პოლიტიკური, ხო, ან შეიძლება შიში იყოს ამისი. ხო, და კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ნახეთ პლუტონის ის რასაც უშვებს პლუტონი, რაც შეიძლება პოზიტიურად განვითარდეს და ანუ კარმულად სწორედ განვითარდეს, ეს არადამანგრევლად, ყოველთვის რთული გზაა. ერთ-ერთი ყველაზე რთული გზაა, იმიტომ რომ იმისთვის რომ გახვიდე დასაშვებ დონეზე, ანუ უმაღლეს დასაშვებ დონეზე პლუტონის, ისე რომ არ დაინგრე, არ დაიტოვო კარმული დავალიანება, ანუ პრაქტიკაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ვარი უნდა თქვა, აი სწრაფი გზები ძალაუფლების მოსაპოვებლად, არადაშვებული გზები, აი მაგალითად ნეგატიური მაგიური გავლენები, რომ მანიპულაციები და ადამიანი ყოველთვის ირჩევს მარტივ გზას. ყოველთვის იცევ მარტივ გზას და შედეგად ვიღებთ, რომ პლუტონი ასეთ ადამიანს ანგრევს. აი შესაბამისად, აი ასეთი მცირე შესავალი გვაქვს პლუტონზე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ეხლა პლუტონზე, ეხლა ეს ამითი არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, პლუტონი თავარი თემაც რაც არის, ეს არის გთხოვს ყოველთვის ტრანსფორმაციას. პლუტონს არ უყვარს ბზარები. და კიდე ერთი რამე გაითვალისწინეთ, ნახეთ, ანუ ავტომატურად დაძაბული ასპექტი პლუტონთან კიდე არაფერს არ ნიშნავს. რა ნიშანშია, რა სახლებშია, ანუ რომელი სიუჟეტით ხორციელდება. ავტომატურად არაფერს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც დავინახე ეხლა დაძაბული ასპექტი პირად პლანეტასთან და დავიღუპე. ანუ სიუჟეტი სხვადასხვანაირად განხორციელდება, მაგრამ ის თემები, რომელიც გითხარით, ასე თუ ისე განხორციელდება აუცილებლად. ოღონდ, ანუ ეს შეიძლება იყოს ტრაგიკული სიუჟეტი, შეიძლება იყოს და შეიძლება იყოს უბრალოდ ისეთი სიუჟეტი, რომელიც მოითხოვს გაცნობიერებას ამ სიტუაციის, საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვს გაცნობიერების პლუტონი, საკმაოდ მაღალ დონეს. ინსტინქტის დონეზე, ყოფიერების დონეზე, ინსტინქტის დონეზე ვერასდროს ვერ გავდივართ ამ ასპექტებს, ყოველთვის დამანგრეველია. ამიტომ ნუ რას იზაო, ესეთი გამოცდილება გაკარმული უნდა მიიღო. აი ამ ამბავში საბედის წეროა პლუტონი. გინდა შენ, არ გინდა შენ, ეს ასპექტები უნდა მიიღო. ანუ მოლოდინი, რაც აქვს სამყაროს შენს მიმართ, ანუ აი ასეთია, მაღალია საკმაოდ და უნდა ეს ასპექტები გაიარო. ისედაც ადამიანებს რო ვაკვირდებით, ხოლმე ვისაც ესე პლუტონი აქვს რუკაში გამოკვეთილი, ყოველთვის მოვლენებს აღიქვავენ ძალიან დრამატულად. ის ნგრევები, ის ცვლილებები, რაც შემოდის ადამიანის ცხოვრებაში, აი ძიმეთ აღიქვავენ პიროვნულ დონეზე იმ წამს, მაგრამ როდესაც ვეკითხებით შემდგომ, ხო, რამდენიმე წლის მერე, თვის მერე,
ყოველთვის ამბობენ, რომ აი ის ცვლილებები, რაც მოხდა გარკვეულ პერიოდზე, ხო, ჩემთვის საბოლოო ჯამში სასიკეთოდ მოხდა. ამიტომაც პლუტონი ძირითად ვარიანტში, პლუტონს არ უყვარს ბზარები, ანგრევს იმ კონკრეტულ მომენტში, ტრანზიტი იქნება თუ რაც იქნება, ნატალურ რუკაში, ვისაც გამოკვეთილი აქვს განსაკუთრებით იმას, რაც ისედაც დასანგრევია, რაც ისედაც შესაძლებელია. განსაკუთრებით ახლა 90-იანებში პლუტონი რომ ორიელს გადიოდა, კუროებში იგრძნობა ეს, ანუ კუროს რისი ეშინია ცვლილებების. არის ყოველთვის მომართული სტაბილურობაზე, სიმყარეზე და იქ კუროებს, ვისაც პლუტონის ოპოზიცია აქვს, ეს ასპექტი ძალიან ეთყობათ ხოლმე, რომ აი ყოველთვის როგორც კი ცდილობენ, რომ მიეჯაჭვონ ისეთ რაღაცებს, რაც გასაშვებია, შემოდის გარემოება, რაც ოპოზიციის დამახასიათებელია და უნგრევს იმ რაღაცა იმ მიჯაჭვულობებს, იმ რაღაცა ყოველდღიურობას, საიდანაც ვერ გამოდის. შესაბამისად, პლუტონი ძირითად ვარიანტში გვაშორებს იმას, რაც აქამდე უნდა მოგვაშორებინა. ეს არის ტრანსფორმაციის პლანეტა. და მთავარი სიტყვა მისი ტრანსფორმაცია, ანუ ნებისმიერი პლანეტის თემაში ეს ვენერა იქნება, მერკური იქნება, მზე იქნება, გვაიძულებს შევცვალოთ მიდგომები, შევცვალოთ მიმართულებები, შევცვალოთ რაღაცა ძველი თემები, რაც უკვე მოძველებულია და მყარი არ არის და ასე შემდეგ. ხო, ну, მაშინ გადავიდეთ ასპექტებზე უშუალოდ. ანუ მზე პლუტონის მზიდან დავიწყოთ, მზე პლუტონის დაძაბული ასპექტები, ანუ შეერთება, კვადრატი, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება. შენ გაქვს ეს ასპექტი რუკაში და თუ გინდა დაიწყე. მოდი შეერთებით დავიწყოთ. შეერთებით დავიწყოთ. პირველ რიგში შეერთება საკმაოდ ესეთი ძლიერი ასპექტია და აქ აუცილებლად, ანუ აქ შეფასება არ უნდა გავაკეთოთ ესე ან ნეგატიური, ან პოზიტიურია, უნდა დავაკვირდეთ ყოველთვის შეერთების შემთხვევაში სხვა გარე ასპექტებს. ანუ კვადრატებია თუ ოპოზიციებია, მაგალითად მზე პლუტონის შეერთება თუ გაქვს ჰარმონიულ ასპექტებში, ამან შედარებით შესაძლებელია უფრო ჰარმონიული სურათი მოგვცეს. ადამიანს აქვს პირველ რიგში ძალიან დიდი ენერგეტიკა, აქვს მასებზე ზეგავლენის მოხდენის უნარი, მართვის უნარი, აქვს ძალიან იმხელა ენერგეტიკა აქვს და ისეთი დაძაბულობა აქვს შინაგანი, რომ პლუტონის ენერგეტიკის რეალიზაცია არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში. ანუ ადამიანის პიროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პლუტონისეული თემები და უნდა დაკავდეს კიდევაც პლუტონისეული საკითხებით და დატვირთოს ეს ენერგეტიკა. მაგრამ აქ სწორედ რომ გაიგოს მსმენელმა, ხო, აი მაგალითს მოვიყვან უბრალოდ. მზე პლუტონის შეერთება გინდა ქალის რუკაში, გინდა მამაკაცის რუკაში, ეს არის მისწრაფება ძალაუფლებისკენ, იმიტომ რომ მზე ვარ მე, ხო და აქ არის მისწრაფება ძალაუფლებისკენ. პლუტონი ზოგადად ვერიტანს უსინდისო გადაწყვეტილებებს, ნახეთ. აი დავუშვათ ასეთი მაგალითი, ქალს აქვს მზე პლუტონის შეერთება სასწორში, ხო? ეს იმას ნიშნავს სიუჟეტურად, რომ შეიძლება ძალიან გავლენიანი ქმარი ყავდეს, მდიდარი გავლენიანი, მაგრამ თვითონაც უნდა გავლენა. ნუ დავუშვათ რაღაც ჯგუფში უნდა გავლენა, მაგრამ ასაკობრივად გამოცდილებით ჯერ ამ გავლენისთვის მზად არ მაგრამ გავლენა ხო უნდა, ამიტომ მიმართავს რაღაც манипуляციებს, მიმართავს არასინდისიერ გზებს, აღწევს თავის გავლენას, მაგრამ ცოტა ხანში არ არის აუცილებელი ხვალდაზე, მასზე, ცოტა ხანში პლუტონი არტყავს რომელ თემაზე? ქმარზე. რა თქმა უნდა. პლუტონი არტყავს ქმარზე და ეს დარტყმები მოხდება მანამდე, სანამ ეს ქალბატონი არ გააცნობიერებს, რომ აქ შეიძლება ვერც გაიხსენოს, რომ აქ გაუცნობიერებლად აკეთებენ ამას. ვერ გაიხსენოს ის, რომ აქ არასინდისიერ გზას მიმართა. პლუტონი აფხიზლებს ადამიანს, აფხიზლებს და აბრუნებს იმ სიტუაციაში, ოღონდ სიუჟეტურად სხვა თითქოს რა კავშირშია, ხო? ანუ ქმართან პრობლემები და ხო შენი საქციელი, მაგრამ პლუტონის შემთხვევაში არის პირდაპირ პლუტონი ყოველთვის ხობს, რომ ჩვენს მოტივებში ვიყოთ სუფთა, ანუ სინდისიერად სუფთები. ეხლა აი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ისე მზე პლუტონის შეერთება სასწორში, ანუ ქალს მოთხოვნილება აქვს, რომ მისი ქმარი იყოს გავლენიანი და გაიცნოს სიტყვაზე ვიღაც, ხო? ეხლა ეს მოტივებში როგორია, უყვარს ეს პარტნიორი, თუ უბრალოდ იმიტომ არის მასთან რომ გავლენა აქვს, ხო? ანუ მოტივებში გთხოვს ყოველთვის სისუფთავეს და ხშირად ისეთი არჩევანის წინაშეც გვაყენებს პლუტონი, აი საბედისწერო არჩევანის წინაშე, რომ აი რომელი არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ, თითქოს მაინც ზიანდები, აი თავი პლუტონის ასპექტებზე რომ გადავალთ, ამას მე
უფრო კონკრეტულად ვიტყვით. კარგად იტვირთება პლუტონის ენერგია, ასე აი ბიზნესის თემებით მაგალითად, აი რაც მასშტაბურია, არის მაჩვენებელი დანარჩენი. საქმე ის არის, რომ სწორედ უნდა გაიგოთ. ანუ არ არის საკმარისი ერთი ასპექტი რუკაში. ანუ იქ უნდა ვნახოთ მთლიანად რუკის კონტექსტში. შეიძლება საერთოდ არ არის ბიზნესის თემა არ ქონდეს ადამიანს მაგალითად. ხო? მაგრამ დანარჩენი უკვე სინთეზია რუკის და დანარჩენი ესეთი თემა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს თემა გავლენიანობის, მანიპულირების, პლუს ნიშნით თუ მინუს ნიშნით ყოველთვის გაჟღერდება. ეხლა რაც შეეხება კვადრატს, შენი ასპექტია კვადრატი და კვადრატი უფრო დისკრეტული ასპექტია და ოპოზიციასთან შედარებით არამუდმივად მუშაობს, ოპოზიცია მუდმივი ასპექტია, თუმცა ეხლა შეფასება რო გავაკეთოთ, კვადრატმაც პერიოდული წამორტყმები იცის, მაგრამ შეიძლება უფრო მწარე იცოდეს ვიდრე ოპოზიციამ ხშირ შემთხვევაში. უბრალოდ ოპოზიცია რომ მუდმივია, შეგრძნების დონეზე უფრო მძიმეა ხოლმე. კვადრატის დროს, ანუ ადამიანი პერიოდულად ეჯახება გარკვეული სახის კრიზისებს, ეჯახება რაღაცა რთულ გარემოებებს. კაცის შემთხვევაში შესაძლებელია, აი კაცის რუკაში, ხო? მამასთან იყოს ბავშვობაში პრობლემები, ანუ მამიდან იყოს რაღაცა ეგო დაკომპლექსებული, მე დაზიანებული, აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს თვით იდენტიფიკაციის პრობლემები, მაგალითად, ანუ ადამიანს თვით გამოხატვა უჭირდეს ცხოვრების პირველ ეტაპზე. ასევე შესაძლებელია იყოს იქ ნიშნებიც უნდა გავითვალისწინოთ ძალაუფლებისკენ მიდრეკილებაც, გააჩნია ნიშანს, რომელ ნიშნებში იდგება კვადრატი, ემოციური პერიოდული აგრესია, გაღიზიანება. მაგრამ მაინც მზესთან პლუტონის ასპექტი თუნდაც კვადრატი გაცილებით უფრო მსუბუქია ვიდრე მთვარესთან და ხო, იგივე ვენერასთან, იგივე მთვარესთან, ანუ გაცილებით უფრო მსუბუქია, რატო? იმიტომ რომ ზე მაინც არის ნება. ადამიანის ნება და პლუტონიც არის კოლექტიურ გაუცნობიერებელ ნებასთან დაკავშირებული თემა და ამიტომ ამის რეალიზაცია პროფესიულად ყოველთვის ძალიან კარგად შეიძლება უკეთესად ხო ვიდრე ისა. რა თქმა უნდა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ქალის რუკა, კაცის რუკა, რა თქმა უნდა, ეს თემა უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ისეთი კატასტროფა. ხო, მთვარესთან უფრო მძიმეა, იმ მთვარეზე რომ გადავალთ, უფრო ვისაუბრებთ, იმიტომ რომ მთვარე ემოციაა. ამ სამ ასპექტ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველაზე რთულია და რატო? იმიტომ რომ გარემოებები გვიქმნის ოპოზიციის დროს სიტუაციას. ანუ ჩვენ რაღაცა მაგალითად მზე კუროში ყავს, ხო? რაღაც მატერიალურ სტაბილურობისკენ მიყვავს სიტუაცია, გვინდა სიმყარე, გვინდა სიმშვიდე და უცებ რაღაცა გარემოება შემოდის, რომელიც გსტრესავს, რომელიც რაღაცნაირად აგვინგრევს სიტუაციებს და შემდგომ უკვე აი მზე პლუტონის ოპოზიციით ადამიანებს რა ვუყურებ, როგორები არიან. სულ მუდმივად არიან ტრანსფორმაციებში. აი სულ ამბობენ, რომ 5 წელი რაღაცა ვაშენე, დაინგრა, ნულიდან დავიწყე. ანუ რატო ხდება ეს ნახე? ვერ სწავლობენ რაღაცას. არა, ვერ სწავლობენ კი არა. ანუ პროექცია მიდის გარემოებებზე, პარტნიორებზე მიდის პროექცია. პარტნიორები, უფროსები, ძლიერი ფიგურები, ანუ აქ არის იმის რისკი და ხშირად ასე ხდება, რომ ადამიანი ხდება დამოკიდებულ ტოქსიკურ კავშირებში. საქმიანი თუ პირადი კავშირები არა აქვს. ანუ მისი ცხოვრება ემორჩილება სხვის ნებას, სხვის გარემოს. ანუ შეიძლება ადამიანმა ეს აღიქვას, რომ გარემოებები მოვიდა, ასე იგი, მაგრამ გარემოებები ვისი მეშვეობით მოდის, ანუ ადამიანების მეშვეობით, ხო, ისა ხო არ მოდის ისე ჰაერიდან გარემოებები. შესაბამისად, იქ ხდება გახლეჩვები, იქ ხდება ღალატები, იქ ხდება სიმღარის დაკარგვა, ხო? რა უნდა ისწავლოს ამ ასპექტით ადამიანმა? რა? პირველ რიგში უნდა ფოკუსი საკუთარ თავს დაუბრუნოს, პირველ რიგში უნდა საკუთარი საზღვრები ააგოს და ეს რატო ხდება, იცით, იმიტომ რომ ადამიანი ეძებს ამ ძლიერ ფიგურას, ვერ ეყნობა საკუთარ თავს, ეძებს ამ ძლიერ ფიგურას. ჩემს თაობაში იგრძნობა ეგ, იმიტომ რომ ზეთხუპებში იყო ჩემი თაობის ხალხი. და ამიტომაც ხდება, რომ შენ თუ მიენდე ოპოზიციურ პლუტონს თუ მიენდე, ის გაგჭრიდავს, შეუულებრივად გაგჭრიდავს, ხო? ხო, და პლუტონი როგორც არცეთ არა პრინციპში ეხლა არასწორს ვიძახი ნებისმიერი უმაღლესი პლანეტა ითხოვს გაცნობიერებას, მაგრამ პრობლემა ის არის რომ ძალიან რთულია გასაცნობიერებლად უმაღლესი პლანეტა, იმიტომ რომ ადამიანი ამას აღიქვავს როგორც გარემოს, შემთხვევითობას, გარემოს რეალურად არაფერი შემთხვევითობა იქ არ არის.
ხო, გააჩნიათ ან უკვე ჩემ შემთხვევაში მაგალითად ცარიელ ასპექტზეა თან მზე, მხოლოდ პლუტონის კვადრატი აქვს. და არის თევზებში მზე და მშვილდოსანში პლუტონი, მე-12 სახლი, მე-8 სახლი და მიტვირთება იმით, რომ ეს ეზოთერიკა, დაფარული თემები, ისეთი საკითხები, სადაც ჩაღრმავებაა საჭირო და ჩემს შემთხვევაში ესევლინება მაგალითად. და როგორც მინიმუმ სინდისიერი მოქცევა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სიცოცხლის ხელყოფის ასპექტია. პლუტონი მზეს კვადრატი ან ოპოზიცია და მარსი პლუტონის კვადრატი ან ოპოზიცია, ეს არის კარმულად სიცოცხლის ხელყოფის ასპექტი. მაგაზე ვისაუბრებთ კიდე. ეხლა რაც შეეხება მთვარის ასპექტებს, ანუ გაცილებით მძიმეა ვიდრე მზის ასპექტები, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მზე შეიძლება გავაკონტროლოთ ნებით და მთვარეს ვერა, იმიტომ რომ მთვარე ეს არის ემოციური რეაქციები, ეს არის უსაფრთხოების გრძნობა, ეს არის მიბმულობა, ეს არის გაუცნობიერებელი ჩვენი ავტომატური ცხოვრება, აი რა 90% ჩვენ ცხოვრების ავტომატზე ვატარებთ, ხო? ხო და თუ პლუტონი ეხება ამ მთვარეს, ხო? პირდაპირ შემოდის შენ ემოციურ სხეულში აი ეს ძალაუფლების და ნგრევის თემა და ინტენსიურობის თემა შემოდის პირდაპირ. ნუ ავიღოთ მზე, ბარემ მივყვეთ მაშინ მზე პლუტონის შეერთება, ხო? თუ მაბადეთ მთვარე პლუტონის შეერთება. რა გამოდის? რადგან მთვარე ხო არის ემოციურობა, ყოველდღიურობა, ანუ ასეთი მოდით ასე ვთქვათ, ინტენსიური ემოციური ცხოვრება. ნუ ცოტა ხაზი რო გავუსვა, მე ვიტყოდი ასეთი ემოციური მაზოხიზმი, აბსოლუტურად გამართლებული სიტყვა და ცხოვრებაში როგორ გამოიყურება დრამა ადამიანები, ხო? ანუ ძალიან ინტენსიური ემოციებით, რომელიც მიისწრაფის დამოკიდებულ ურთიერთობებში, თუმცა აქ ქალის და მამაკაცის თემა უნდა განვასხვაოთ, რა თქმა უნდა. ანუ მისწრაფება ისეთი ადამიანებისკენ, რომელიც გადაგივლიან, ემოციურად გადაგივლიან, ერთ ადამიანს ვკითხე, რა გინდა კაცს, რა გინდა მეთქი ასეთი ურთიერთობა, ანუ ქალთან, რომელიც გადაგივლის, გადმოგივლის. იმან პასუხა ასე, მინდა. მინდა. ხო? და ანუ და ნახეთ, თვითონ შეგრძნებების დონეზე კრიზისი თუ არა აქვს, ინტენსივი თუ არა აქვს, ვერ გრძნობენ სხვანაირად. კრიზისი უნდა, ინტენსივი უნდა კონდეს, ხო? ეს არ არის ცნობიერად, რომ მინდა ტანჯვა. არ არის ეს ცნობიერად, უბრალოდ იმისთვის, რომ მე რა ემოციურად რაღაცა ვიგრძნო, მჭირდება ძლიერი ემოციები. და მე აქ უკვე პლუტონი იწყებს, აქ ნგრევას იწყებს, აი ეს დამანგრეველი ურთიერთობები დანაკარგებით და იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ, დავუშვათ ქალი, რომელსაც მოთხოვნილება აქვს ასეთი ინტენსიური ემოციების. ეხლა ყველა პარტნიორი ასეთ ყოველდღიურობაზე ასეთ ემოციურ ინტენსიურობას ვერ გაგიქაჩავს, ხო, ვერ გაგიქაჩავს. მამაკაცების რუკაში, ანუ ის იმასაც ჭირდება ასეთი ემოციური ინტენსივი, ხშირად ქალისგან ელოდება ამ ინტენსივს და აქაც იგივე თემა. ნუ დანარჩენი ახლა დამოკიდებულია უკვე რუკის სხვა ასპექტებზე, ხო, რუკის ხო, ნუ ზოგადად სინთეზე რუკის დამოკიდებულია, როგორ იღებს ამას ადამიანი. ხო, ნუ მთვარე ასევე ქალების ფიგურაა ჩვენს ცხოვრებაში, მთვარე პლუტონის შეერთება, ახლა პრაქტიკაშიც რო დავაკვირდეთ, ხშირია ხოლმე, რომ ბავშვმა ბავშვობაში დაკარგა უსაფრთხოების დაცულობის განცდა, კვადრატზეც და ოპოზიციაზეც, მაგრამ შეერთებაზე განსაკუთრებით. ან ყავდა ძალიან ინტენსიური დედა. ხოლმე, კი, რის გამოც ანუ დედის ეშინოდა. ინტროზიული. კი, აი მე ვიცი მაგალითად ადამიანი, ვისაც მთვარე პლუტონის შეერთება ჰქონდა, მეგობარი იყო ბავშვობაში, ჩემი და ეს რა თქმა უნდა მოგვიანებით გავიგე ამ ასპექტის შესახებ და ბავშვობაში რაღაცას რომ იტკენდა მაგალითად, მძიმეთაც რომ დაშავებულიყო, დედამის ვერ ეტყოდა. იმიტომ რომ ეშინოდა დედის ემოციის, ეშინოდა დედის გავლენის და აქედან გამომდინარე ადამიანს ხო საბაზისო დონეზე უსაფრთხოების განცდას უყალიბებს დედის ფიგურა. ეს როცა ბავშვობაში ზიანდება, ასეთ ადამიანებს მთვარე პლუტონის შეერთებით უკვე ზრდასრულობის ასაკში აქვთ უნდობლობის განცდა გარესამყაროს მიმართ. ყველაფერში ეჭვება. ან მეორე ვარიანტი ეძებენ ზუსტად ისეთივე ფიგურას, თუ დედა იყო ინტროზიული, თუ გავლენიანი, ხო და რა ქვია
ასეთ ფიგურას არის შეჩეული. მეორე ვარიანტია, რომ ქალში ეძებენ ზუსტად ასეთ ფიგურას, რომელიც გააბრტყელებს რა, რომელიც ბულდოგივით ყელში წვდება და ასე იმაშობა და თანახმარიან ამაზე ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ მე იტანჯებიან ამ თემისგან. კარგი, ახლა ორივე თუ არის თანახმა ასეთ ურთიერთობებზე, რა უჭირს მაშინ, ხო? ორივეა უნდა იპოვო მაშინ სწორი პარტნიორი, რომელიც უძლებს ამას. კი ბატონო, მაშინ რა პრობლემაა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ხო და ხასიათის მხრივაც ესე ყოველდღიურობაში, ვისაც მთვარე პლუტონი შეერთება აქვს, ხოლმე მე უკვე მოთხოვნილება აქვს, რომ ყველაფერი აკონტროლონ, რაც მათ გარშემო ხდება. იმიტომ რომ არაფერს არ ენდობიან ფაქტობრივად ბავშვობის განსხვავებით კვადრატისგან. განსხვავებით კვადრატისგან. კვადრატის შემთხვევაში ესე არ ხდება, კვადრატი. კი, აქაც დედის ფიგურა საკმაოდ გავლენიანია, მაგრამ კვადრატიც კი გარკვეულ ინტენსიურობას ითხოვს, კვადრატი, მაგრამ კვადრატი არის ქმედების ასპექტი, რომელიც ყოველთვის გაიძულებს, რომ იმოქმედო და ნახეთ გარკვეულ ასაკში, როდესაც ჯერ შენ შანსი არ აქვს, რომ გახვიდე ნორმალურად პლუტონის ენერგიებზე, ანუ იქ ხა პატარა ასაკში და ყმაწვილობაში ამ ასპექტებზე არ აქვს. იქაც კვადრატის დროს პერიოდულად განიცდი ამ ემოციურ ინტენსიურობას, გინდა ძალიან დაუშვათ განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში. გინდა ეს ემოციური ინტენსიურობა, გინდა ეს რაღაც განსაკუთრებულობა, მაგრამ უკვე როდესაც სხვა ასაკში გადადიხარ, როცა შანსი გაქვს, რომ ამ პლუტონის ენერგიაზე გახვიდე, მიდიხარ შესაბამის პროფესიებში, ხო, შესაბამის. ახლა მე მაქვს მაგალითად კვადრატი მთვარე პლუტონის, საერთოდ მე თითქმის ყველა პლანეტასთან მაქვს პლუტონის დაძაბული ასპექტი, მაგრამ როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ ჯერჯერობით. კი, არ დაგიმალავთ, რომ ძიმე ყოფიერებითი სიტუაციები მოაქვს. ამას არ დავმალავ, რეალურად ასია, მოაქვს ძიმე ყოფიერებითი სიტუაციები, მაგრამ ყველა აი ასეთი ყოფიერებითი სიტუაციის მერე გადადიხარ სხვა ფენაზე გადიხარ, რა ემოციურად სულ სხვა ფენაზე გადიხარ. რას იზავ, ეხა მეც არ მინდა რომ გონდეს პლუტონის ასპექტი ყველაფერთან, მაგრამ ვერაფერს ვერ იზავ. აი ამ მთვარის ასპექტებზე დავამატებდი კიდე შეერთებაზე განსაკუთრებით, რომ თან აქვთ მოთხოვნილება ძალაუფლების და გავლენის და თან გაუცნობიერებელი შიში. იმიტომ რომ მთვარე შიშებთან და შფოთვის მიზეზებთან ასოცირდება. მე არ მინდა მაგალითად ეს გავლენები, ანუ ჩემთვის მძიმეა, ნახე, აი ეს რომ ყველაფერი ვაკონტროლო, ყველაფრის კურსში ვიყო, აი მასებზე ეს გასვლა, ეს მთვარის კვადრატი თან ხო შიშებსაც იწვევს და თქვენთან მახსოვს აი ჰორორ ფილმებში თუნდაც იმ რაღაცა არ შემიძლია, ერთში ვიღაცას ფეხი მოაჭრეს, ხელი მოაჭრეს, ეს არ შემიძლია. მე პირით კი თუ არ ყოფა მაქვს ასეთი თემა. მე მაგალითად სექსტილი მაქვს მთვარე პლუტონის ზუსტი ასპექტი და ჩემთვის პრობლემა არ არის ეგეთ რაღაცეებს რომ უყურო, ანუ ჩემი ემოცია იღებს. შენი ემოცია იღებს, ჩემი ემოცია ვერ იღებს საერთოდ. აი ეს არის განსხვავება ჰარმონიულ და ნეგატიურ ასპექტებს შორის, მარტივად რომ დაიჭიროთ. ეგ არის. ხო და აი შეერთებაზე კიდე დაკვირვებული ვარ ხოლმე, ნუ რა თქმა უნდა მორიელში იქნება თუ მშვილდოსანში განსხვავებულია, მაგრამ თუ არის ხოლმე პირდაპირ პლუტონი მთვარესთან შეერთებული, ადამიანი ინსტინქტურად ყოველთვის უფრო გამოხატავს ემოციას ხშირ შემთხვევაში, ანუ ღიაა ემოციურად და ცდილობს, რომ შინაგანად არაფერი დაიტოვოს. აი გამოვლინებით მთვარე პლუტონის შეერთება, აი მშვილდოსანში ვისაც აქ ჩემ თაობას განსაკუთრებით, გავს თითქოს მთვარეს ვერტში. აი რეტროგრადული პლუტონი ემოციურად ხშირად უფრო ჩაკეტილია ხოლმე თუ მთვარესთან არის შეერთებული. ხო, ეხლა ასაღმად ვაწავალთ რეტრომეტრო, ეხლა ეს აღარ გვინდა, თორე ეს ვერ დავასრულებთ, ხო, ძალიან დიდი გამოვა ეს ყველაფერი. კი, იქ ბევრი ნიუანსებია, ძალიან ბევრი ნიუანსებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში მე პირადად მიმაჩნია და ასეთ კლასიკაშიც ასეთი იცვლება, რომ ყველაზე საშიში ასპექტი, ყველაზე დაძაბული ასპექტი არის ოპოზიცია. ანუ არც კვადრატი, იმიტომ რომ კვადრატზე შენ გაქვს იმოქმედო
და კვადრატზე შენ გაქვს რაღაც პროფესიაში გადაიყვანო იზოლებული ხდებით ამ პლუტონი როა კვადრატში. ხო და ხო და გინდა კიდევაც, ანუ ეს განსხვავებულობა გჭირდება, ნახეთ, ეს ინტენსიურობა გჭირდება, ჩაღმავება გჭირდება. ანუ მაგალითად მე ბავშვობიდან ყოველთვის ეს მშვილდოსნის მთვარე რომ ყავს, ყოველთვის თუ რაღაცა თემას მოთხოვნილება მქონდა, რომ ჩავღმავდე თემაში, ანუ ანალიზის სიღრმისეული გავაკეთო და ნუ ამით იტვირთვებოდა. აი რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია რატოა ყველაზე რთული ასპექტი, იმიტომ რომ გარედან შემოსული თითქოს კარმა მოდის შენთან და რაღაცა შენგან დამოუკიდებელ რაღაცებს აკეთებს, ხო? ანუ ან პარტნიორებს ირჩევს, რომელიც გაკონტროლებს, ან დამოუკიდებული ხარ სხვის ემოციურ მდგომარეობიდან, იძულებული ხარ, რომ სხვაზე აკეთო, სხვის გამო აკეთო რაღაცა და ანუ სხვისი კრიზისები, სხვისი ტკივილი და როგორმე უკვე იქიდან გამომდინარე ეს ოპოზიცია რას გააკეთებს დანარჩენი როგორი სამკუთხედები, ოთხკუთხედები შეიქმნება, იქიდან გამომდინარე უკვე დასკვნას ვაკეთებ, რა უნდა გააკეთოს. ეხლა ვერ გეტყვით მარტო ოპოზიციით, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ამას აცდეს. ნუ იქ უკვე ვეძებთ ეს უკვე კონკრეტული რუკიდან ვეძებთ გამოსავალს. ან ფიზიკურ აქტიურობას ურჩევ ხოლმე მე მთვარე პლუტონის ხო, ნუ გააჩნია ასპექტს გააჩნია. ეხლა შეიძლება მერკურიზე გავიდეს, შეიძლება მზეზე გავიდეს, გააჩნია რა. და იქიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნას. ყველა შემთხვევაში დასატვირთი ასპექტია და ასე უბრალოდ რომც ურჩიო ადამიანს თავშოთ, იგივე ფიზიკური დატვირთვა, ან იგივე რაღაცის სწავლა, იგივე რაღაცას ჩაღმავება, ეს ასპექტი არ ლაითდება მომენტალურად. ეს ნელ-ნელა უნდა, იმიტომ რომ ეს ასპექტი, როგორც გითხარით, ანუ საკმაოდ მაღალ ცნობიერებას ითხოვს ზოგადად. კი, მთვარე ცნობიერებასთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ამის გააზრებას ითხოვს ეს ასპექტი ძალიან და მექანიკურად არ გამოვა, რომ უბრალოდ ფიზიკურად დატვირთო ეს ასპექტი სიტყვაზე. კაცის რუკაშიც საკმაოდ სტრესულია ეს, სტრესულია ყველა რუკაში თვითონ ეგეთი, მაგრამ აი კაცის შემთხვევაში ვისაც განქორწინებები, პარტნიორის დაკარგვა, რაღაცა ურთიერთობებში კრიზისები აქვს ხოლმე, ხშირია ხოლმე მთვარე პლუტონის ოპოზიცია. კი. ეხლა გადავიდეთ მერკურიზე. ახლა მერკურის დაძაბული ასპექტები ისეთი არ არის რა ძალიან კატასტროფული. ძალიან ხშირად ვხედავთ მაგალითად პოლიტიკოსების რუკაში, საზოგადო მოღვაწეების რუკაში, ანუ ადამიანები, ვინც რეალურად მასებზე მუშაობენ, ანუ აუცილებლად ჭირდებათ ასპექტი ან მზე პლუტონის, ან მერკური პლუტონის, იმიტომ სხვანაირად მასებზე გავლენას ვერ მოახდენ, ხო? ან ის უნდა იყოს, ან აუცილებლად უნდა იყოს. არ არის აუცილებელი რომ დაძაბული ასპექტი იყოს, მაგრამ რამე ასპექტი უნდა იყოს იმისთვის, რომ კარგი ორატორი იყოს ადამიანი, გავლენა მოახდინოს მასებზე და სიტყვებით მანიპულაციის უნარი. ნუ აქ ალბათ ხო, რა ქვია, შეერთებად შეიძლება იყოს, კვადრატით შეიძლება იყოს და აქ დიდ პრობლემას ეს დიდად არ წარმოადგენს. ხო, ანუ რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისთვის, ვისთვისაც პლუტონი გადის მერკურიზე, ანუ რა არ შეიძლება მაგას გეტყვით. არ შეიძლება რომ თვითონ, ანუ არასინდისიერად, ანუ მანიპულაციის ძალა აქვს, სიტყვებით მანიპულაციის ძალა აქვს ადამიანს, მაგრამ შეუძლია სიტყვით მოკლას ადამიანი, შეუძლია, მაგრამ ნახეთ აი ეს წნეხი სიტყვით, მანიპულაცია სიტყვით, დამახინჯება ფაქტების, გამოყენება არაშემოწმებული ინფორმაციის. აი მაგალითად მე მაქვს სექსტილი მაქვს, მე მერკური პლუტონის სექსტილი მაქვს. ხო გეუბნებით, ყველა პლანეტასთან მაქვს ასპექტი მზის გარდა პლუტონის და ძალიან სხვათა შორის ძალიან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მივხვდი, როცა ვხედავდი რომ ჩემი სიტყვა ახდენს სერიოზულ გავლენას, ანუ ბასრია და შეიძლება ჩემდაუნებლიეთ ვატკინო ადამიანს და არ მომეწონა, ეს არ მომეწონა და ეს იმ ასაკში იყო არაკონტროლირებადი ჩემგან სიტუაცია, ვიღაცამ რაღაცა თქვა, მაწყენინა, ისეთი სიტყვა გაუგზავნე, ისეთი სიტყვა უთხარი, რომ ძალიან დავაზიანე ადამიანი,
ამას ხო ძალიან ადრე გავაცნობიერე და ამის კონტროლი დავიწყე. ამიტომ ვისაც აქვს განსაკუთრებით დაძაბული ასპექტი მერკურისთან, ხო, იმ ადამიანმა ძალიან ის ადამიანები ძალიან სინდისიერად უნდა მოიქცნენ თავის სირღვებს. არ გამოიყენონ ჭორები, არ გაავრცელონ ჭორები, ან შავი манипуляция არ მოახდინონ და ასე შემდეგ. ცოტა განსხვავდება ოპოზიცია ალბათ. თქვი თუ გინდა შენ. ესე იგი, მერკური ზოგადად არის ჩვენი ყოველდღიური კავშირები, ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობები. აქ შეიძლება გარკვეული სახის სტრესები შემოდიოდეს გარედან, ანუ ადამიანი ვარდებოდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, სადაც საჭიროა რაღაც მენტალური დაძაბულობა, სადაც საჭიროა კამათი. უკიდურესად ნეგატიურ შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაცა ნათესაურ ურთიერთობაში, დაძმაბთან დაკავშირებულ სიტუაციაში. გარკვეული სახის კრიზისები, კვადრატის და ოპოზიციის და შეერთების შემთხვევაშიც თუ განსაკუთრებით სხვა დაზიანებული ასპექტებიც გვაქვს, ხშირად ეს არის ნერვული სისტემის დაზიანება. ანუ მერკური ეს არის ჩვენი პერიფერიული ნერვული სისტემა, ხო? და პლუტონი, რასაც ნეგატიურად ეხება, ყველაფერს ძაბავს. ამძიმებს მარტივად რა ვთქვა და შეიძლება გარკვეული სახის მთვარე პლუტონმაც ემოციური პრობლემები მოგვცეს, მერკური პლუტონმა ნერვული პრობლემები მოგვცეს და მსგავსი სიტუაციები იყოს. აი, ნახეთ ოპოზიციაზე, პლუტონის ოპოზიციაზე მერკურის რაშია საქმე? იცით, ოპოზიცია ყოველთვის შემოდის სხვა ადამიანების. ანუ ეს მერკური შეიძლება იყოს ძლიერი, სუსტი, ანუ შეიძლება ცეცხლოვანი იყოს, შეიძლება სხვადასხვა, იქიდან სხვადასხვა დასკვნებს ვაკეთებთ, მაგრამ აქ არის ის, რომ ადამიანის აზრს, ადამიანის გონებას, ტვინს აწვება რაღაც გარემოებები. შესაბამისად, ადამიანი ძალიან ხშირად დამოკიდებულია სხვისი აზრისგან. ანუ ის ხდება მანიფესტატორი სხვისი ნების. ნახეთ, სანამ გაიზრდება და გაძლიერდება. შეიძლება ვერც გაიზარდოს და ვერც გაძლიერდეს, ხო? ანუ მანიფესტატორი ხდება სხვისი ნების, ამიტომ აქ ამოცანა რა არის? აქ ამოცანა არის ის, რომ ადამიანმა ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია, ისე ისწავლოს, ისე განვითარდეს, რომ თავისი საკუთარი აზრი კონდეს და თავისი საკუთარი პოზიცია კონდეს. იცით რა, ძალიან ხშირად ჩვენ ვერ ვამჩნევთ როცა ვექცევით გავლენის ქვეშ, იმიტომ რომ უმაღლესი პლანეტები ეს არის კოლექტიური გაუცნობიერებელი ამ შემთხვევაში ნების პლანეტა და ის რა ქვია ენერგიები ჰაერში ტრიალებს. ეს არის საზოგადოებრივი თემა, ამიტომ მათ ჩვენ ვხედავთ დაუშვათ თაობებს შორის ვხედავთ ხო რომ აი ამ თაობას ეს ახასიათებს დაუშვათ იმ თაობას ის ახასიათებს და ძალიან ხშირად ანუ ჩვენ ამ ნაკადში უერთდებით ამ ნაკადს და ვკარგავთ საკუთარ ინდივიდუალიზმს. აი პლუტონის შემთხვევაში, როცა პლუტონი ეხება მზეს, ეხება მერკურის, აუცილებლად უნდა გამოიმუშაოს საკუთარი ინდივიდუალიზმი, საკუთარი აზრი უნდა გამოიმუშაოს და არა გახდე ერთ-ერთი პატარა როლიკი ამ თაობების ნაკადში. საკმარისია მე მგონი, ხო, გასაგებია, თუ გინდა დაამატე რა. არა, საკმარისია. კარგი. თითქმის ყველაფერი. ჰარმონიულებს? არა, ჰარმონიული მოკლედ, დაცვა რა ჰარმონიული არა, პლუტონი ხო იმუნიტეტის პლანეტაა და რა თქმა უნდა, ეხა უფრო მარტივია პლუტონის გარო გაქვს ჰარმონიული ასპექტი, რა თქმა უნდა. მზის შემთხვევაში გავლენის მოხდენის უნარია და დიდი ენერგეტიკა, მთვარის შემთხვევაში კარგი ჯანმრთელობა, რეგენერაციის უნარი და სასწაულია, პლუტონის ჰარმონიული ასპექტები ძალიან კარგია, სასწაულია და ну, ჰარმონიული ასპექტი სხვათა შორის კარგულად იმას ნიშნავს, რომ როდისღაც წინა ინკარნაციულ სიუჟეტებში შენ უკვე ისწავლე პასუხისგებლობის აღება, უკვე ისწავლე პროცესის მართვა და უკვე იმას რომ რაღაცა დიდი იდეას ემსახურე და რაღაცა სასარგებლო გააკეთე კოლექტიური ხო საზოგადოებრივ თემებისთვის რაღაცა გააკეთე სასარგებლო და ეხლა მიიღე ჰარმონიული ასპექტი პლუტონის. აი მაგალითად მერკური პლუტონის ტრენი გაქვს. ავტომატურად გისმენენ ხმას რო იღებ. კი, სექსტილური. მაგნიტური ენერგეტიკა აქვს ადამიანის კომუნიკაციაში და კი ბატონო. შემდეგი ვენერა, ხო? ვენერას ასპექტები, ხო. ვენერას ასპექტებიც არ არის, ხო, მაგალითად სასიამოვნო.
ხო, პირველ რიგში კარმულად თუ ავიღებ, აქაც ძალიან ძლიერი ინტენსიურობაა, რაც ვენერას არ უხდება ზოგადად, იმიტომ რომ ვენერა თავისი ბუნებით არის ძალიან გაწონასწორებული, წესით, ნახეთ? და ეხა პლუტონი ვენერას რო ეხება, ვენერა არ გრძნობს თავს კარგად, იმიტომ რომ ხო, ძალიან ინტენსიური ხდება. ხო, ანტიპოდი პლანეტებია და ასპექტები პლუტონის ვენერასთან ყოველთვის, ადამიანი კი არ გრძნობს თავს ცუდად, ვენერა გრძნობს თავს ცუდად, ეს სხვადასხვა რამეა. და აგიხსნით ეხლა, ჯერ ერთი ეს ურთიერთობები თითქმის ყოველთვის კარმულია. თითქმის ყოველი წამოსულია, ყოველთვის წამოსულია წარსულიდან. ეს ურთიერთობა, რომელიც კი არ ხდება, თითქოს გეწევა და გეწია ეს წარსულის ურთიერთობები, ხო? და თქვენთვის ცნობილია, რომ ვენერა ეს არის სიყვარული, ეს არის მიზიდულობა, ეს არის ფასეულობა, ეს არის სიამოვნება, პარტნიორის არჩევანი, გინდა ქალის რუკაში, გინდა კაცის რუკაში, კაცის რუკაში პირდაპირ საწინააღმდეგო სქესია, ქალის რუკაში როგორი იქცევა პარტნიორობაში, ხო? როგორი ვენერა, როგორი ქალია და აქ ეს პლუტონი გადააქცევს იმათ, რომ ძალიან ძლიერი და ინტენსიური ხდება და შესაბამისად ყველა პარტნიორს ამის გაძლება არ შეუძლია. და მოდით ასე ვთქვათ, კარმული შინაარსი ამ ასპექტის არის იმაში, რომ შეიძლება ადამიანმა გადააჭარბა, როგორც სიყვარულით, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტი გამოიყენა, შეიძლება ადამიანი ან თვითონ ჩავარდა დამოკიდებულებაში ამ სიყვარულზე, ან პარტნიორი ჩააგდო დამოკიდებულებაში, ხო, და ან თვითონ გახდა კონტროლის საგანი რა, დაახლოებით ესეთი რაღაცა ძალიან მოკლედ რო ვთქვათ. კარგი, შეერთება, მიდით. პირველ რიგში ნებისმიერი დაძაბული ასპექტისას და განსაკუთრებით შეერთებისას, პლუტონი ვენერას ასპექტებზე, რასაც ვაკვირდები, იქ მთვარეც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ეხლა მთვარეს დავანებოთ თავი, იმიტომ რომ ემოციური გამოცდილებაა. აქვთ ხოლმე ადამიანებს ერთი კარმული, ძალიან ისეთი ნეგატიური გამოცდილება სასიყვარულო ურთიერთობებში, პარტნიორულ ურთიერთობებში, რის მერეც აუცილებელი ნეგატიური ხშირ შემთხვევაში შეერთებაზე უფრო არა, კვადრატზეც და ოპოზიციაზე. შეიძლება უბრალოდ ძალიან ინტენსიურია და ძალიან ინტენსიურობა ყოველთვის ატარებს დაძაბულობას, რა თქმა უნდა. და ამის მერე ხშირ შემთხვევაში ძალიან ტრანსფორმირებენ ხოლმე, იცვლებიან ხოლმე და ურთიერთობების მიმართ მიდგომებსაც ცვლიან. ხშირად აქვთ ხოლმე დამოკიდებულება, რომ შიში ურთიერთობებში მაგალითად, იმიტომ რომ ადამიანს წინა ურთიერთობაში ატკინეს, მიიღო ნეგატიური გამოცდილება, დაენგრა პარტნიორული ურთიერთობა, შემდგომ ურთიერთობაში გაუცნობიერებლად, იმიტომ რომ აქ ტრავმაა და პლუტონი ტრავმებთან ასოცირდება, ჰქონდეს ურთიერთობების შიში, ნდობის შიში, ემოციურად გახსნის შიში, სიყვარულის გამოხატვის შიში, იმიტომ რომ ან კარმულად ოდესმე, ან თუნდაც ამ ცხოვრებაში მე ვიღაცა ვინც მიყვარდა დავკარგე. მერე როგორები ხდებიან ხოლმე, ჯერ უჭირთ ადამიანის ახლოს მოშვება, სიყვარულში გახსნა, თუ მოუშვეს ძალიან ეჯაჭვებიან მერე სხვადასხვა ნიშნებში სხვადასხვანაირად ახასიათებთ და ამ მიჯაჭვულობის ფონზე მერე ეს პლუტონი ვენერას ასპექტებს ხომ ეჭვიანობა ახასიათებთ, მერე რო არ დავკარგო, აქედან გამომდინარე, ეს დაძაბულობა, ზედმეტად მარტუხებში აქცევენ ხოლმე. ეს არის ვნება, რომლისგანაც ვერ მიდიხარ. ეს არის დანაკარგი შიში, ეს არის ეჭვიანობა, ეს არის სურვილი, რომ მთლიანად ფლობდე პარტნიორს. არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა ნახეთ, აქ თავისუფლების შეზღუდვაზე კი არ არის ლაპარაკი. ეს არის მე უნდა ფლობდე პარტნიორს ენერგეტიკულად და მე უნდა ეს არის შერწყმა, რომელშიც აღარ არის საზღვარი, ნახეთ, რომელშიც ეს ძალიან ინტენსიურია. ხო, ალბათ ასეთი ურთიერთობა ლოგინში კარგია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო, ესა, ამიტომ გაუცნობიერებელ დონეზე მე ვფიქრობ, მაინც დაკარგვის შიშია ყოველთვის. ხო, მაგრამ და აქ როგორი სიუჟეტი ხდება ამ შემთხვევაში? ისეთი პარტნიორი ხვდება ხოლმე, აი თუ ქალის რუკა, ისეთი პარტნიორი ხვდება, რომელიც ერთი მხრივ შეიძლება უძლებდეს ამ
პროფესიურობას, მაგრამ რომელსაც მაგალითად ძალიან დამოუკიდებელია სიტყვაზე ერთ-ერთი სიუჟეტი, ხო? ძალიან დამოუკიდებელია, ძალიან ხო შეიძლება შემდგარიც იყოს, რომელსაც თავისი გზა აქვს და ეს ადამიანი, ხო, რომელსაც აი ქალი, რომელსაც ვენერა პლუტონის შეერთება, რა სწავლობს ამ შემთხვევაში, ხო? რომ იყოს სიახლოვეში, მაგრამ არ თქვას, რომ ჩემია ეს, ხო? ანუ სიღმეში შევიდეს, ოღონდ დრამის გარეშე და მე და რაც თავარია, დობა ისწავლოს და ანუ მიმართოს თავისი ენერგია, რაც ზედმეტი რჩება ამ სიყვარულის მერე, მიმართოს შემოქმედებაზე, ტრანსფორმაციაზე და არა იმაზე, რომ აკონტროლოს პარტნიორი და ყოველ წუთში ურეკოს და ყოველ წუთში ხო ტვინი გაუბურღოს. ანუ ასე თუ მოიქცევა, აუცილებლად დაკარგავს პარტნიორს. ყველა შემთხვევაში და არჩევანში რა არჩევანს აკეთებ იყავი ყოველთვის სუბთა შენს მოტივებში ვენერა თქვენი სიყვარული ეს ნებისმიერი ასპექტი დაძაბული შეერთება და დაძაბული ასპექტები პლუტონთან აბსოლუტურად კრისტალურ სისუფთავეს ეთხოვს კრისტალურს მე ზოგჯერ მეცინება ხოლმე ახლა მე ხო ყველა პირად პლანეტასთან მაქვს პლუტონი და ახლა ჩემზე ბევრს ჭორაობდნენ ხოლმე და ჩემ მოტივაციებზე აი ეს ლიამ ეს გააკეთა იმიტომ რომ მეცინება, იმიტომ რომ ისეთი ასპექტები მაქვს პლუტონის, რომ არამედ გაკეთება რაღაცის, არამედ გაფიქრების საშუალებას არ მაძლევს, ეგრევე მივყავს ასე. ამიტომ მეცინება ხოლმე, არ რეაგირებ ამაზე, მაგრამ სასაცილოა. აი კიდევ ხდება ხოლმე სიტუაცია, რომ პლუტონი ვენერას შეერთების დროს ხო ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატერიალური თემები ხშირად ხოლმე და რაღაც მატერიალური გავლენები და ქალები ან კაცებიც თუნდაც, კაცებიც ხშირად არჩევენ ისეთ პარტნიორს, რომელიც ფინანსურად ძლიერია. აქ მოტივებში უნდა ჩამოყალიბდე, რატო გინდა ეს პარტნიორი გიყვარს? თუ ის მოტივი გაქვს, რომ ფინანსურად ძლიერია და ან გავლენაზე ძალაუფლებას სინდისის ამბავია რა, სინდისის ამბავია. ანუ თუ შენ ამოირჩიე ეს არასიყვარულის გამო, არამედ მატერიალურ სარგებელის გამო, აუცილებლად დაკარგავ. ხო, რაც შეეხება კვადრატს, ხო, კვადრატი ვენერა პლუტონის არის სიტუაცია, როცა სიყვარული არის ბრძოლის ველი, სულ იბრძვი, სულ ბრძოლა უწევთ ადამიანებს და სულ ანუ სცენარია ასეთი, ხან მიყვარს, ხან მძულს, ხან მიყვარს, ხან მძულს, ხო? აი პერიოდულად. ხო, ესეც ახლა უნდა დაიტვირთოს, პროფესიულად უნდა დაიტვირთოს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ყველაზე რთული, ყველაზე კარმული, ყველაზე უბედური ასპექტი არის ოპოზიცია. რატო ოპოზიცია? ნახეთ, საქართველოს რუკაში გვაქვს, იმიტომ რომ ოპოზიცია ყოველთვის ჭრის, ანუ თუ შეიძლება შეერთებამ კვადრატმა წლები გაგულაოს ასე რომ ვთქვა და არაფერი ისეთ დანაკარგები არ მოგიტანოს ოპოზიციას მოაქვს დანაკარგები ზოგჯერ ბევრჯერ შემხვედრია რომ საყვარელი ადამიანები წასულან ქალები საყვარელი წასულან ცხოვრებიდან და არ დაგიმალავთ რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი ასპექტი დატვირთვის ამის საშუალება და განეიტრალების საშუალება იცით რა არის საკმაოდ რთულია ანუ არავითარი გარანტია არ არის იმისი რომ აცდები ამ კარმულ სიუჟეტს მაგრამ საბედისწერო ურთიერთობების მაჩვენებელი კარგით და ბოლო მარსი მიდი შენ მარსი პლუტონის შეერთება ახლა ითვლება რომ პლუტონი რომელ პლანეტასაც უერთდება ეს არის დაზიანება მაგრამ მარსის შემთხვევაში არის დაზიანება მაგრამ შედარებით თქვი მაინც რომ ვაფშე ეს ასპექტები არის სიცოცხლის ხელყოფის ასპექტები კარმულად თქვი მარსთან პლუტონთან მზესთან პლუტონის და მარსის ასპექტები კარმულად ანუ ვიღაც მოკლული ყავს რომელიღაც ინკარნაციაში ან საკუთარი თავი ან შენ მოკალი ვიღაცა სიცოცხლის ხელყოფის ასპექტი და მარსი პლუტონის შეერთების შემთხვევაში მარსი ახლა მთლად დაზიანებულად არ ითვლება. კი, იქ რაღაცა კრიზისებს შეიძლება წავაწყდეთ, მაგრამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი გამძლეობა, ძალიან დიდი ნებელობა, ქმედითუნარიანია, ძალიან დიდი ენერგეტიკა აქვს და თავისი მოქმედებებით შეუძლია რომ
გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, მასებზე. მარსი პლუტონის შეერთება არ არის დაზიანება ჩემის აზრით. ხო, მაგას ვამბობდი, იმიტომ რომ ზედა ოქტავა. პირიქით, ხო, იმიტომ რომ თუ ეხლა იქ მაინც და მაინც ეხლა რაღაცა კვადრატი არ გვაქვს ურანთან კიდე? ხო, ამში მე არ ვთვლი რომ ეს დაზიანება პირიქით არის, ეს შესაძლებლობა რომ ანუ სერიოზული საქმეები მართო რა, ასე რომ თავარია რომ დანჩენი რუკა გიწყობდეს ხელს ეხლა იქ დანჩენი ბიზნესისთვის კარგია. გადასარევი, ამიტომ ამის განხილვაც არ ღირს პრინციპში, ეხა დაზიანებულ ასპექტებში. ხო, მეთქი არ ითვლება მთლად დაზიანებად, იმიტომ რომ აი მაგალითად უმაღლესი პლანეტის შეერთება კი ითვლება დაზიანებად, მაგრამ როცა უერთდება სიტყვაზე მერკური, ურანს, მარსი, პლუტონს, ითვლება რომ ზე ოქტავაა და ხო, არ არის. კარგად, ერთმანეთს კარგად უგებენ, ერთმანეთს გადასარევად უგებენ. თუ სხვა დაზიანებები არ გვაქვს, აი თუ სხვა დაზიანება გვაქვს მაგალითად, ხო? ანუ მარსი პლუტონის შეერთებაზე არის რაღაცა ოპოზიცია მაგალითად სხვა პლანეტის. მზის მაგალითად. ადამიანი შეიძლება პირიქით, ადამიანის მოქმედებები დაქვემდებარებული იყოს კოლექტიურ ნებაზე. კვადრატის და ოპოზიციის შემთხვევაშიც. ან თუ მაგალითად მარსის და პლუტონის შეერთება გვაქვს ოპოზიციით მერკურიზე, ადამიანი აგრესიული იყოს, იმპულსური გამოხატულებები ჰქონდეს სიტყვიერათაც და ქმედებებითაც. ანუ ასპექტებს გააჩნია ყოველთვის გარი ასპექტებს შეერთების დროს. კვადრატის შემთხვევაში ამ ადამიანს ყოველთვის აქვს. კი, შეიძლება მისი მოქმედება თავიდან თლად არ იყოს ყოველთვის ვერ აღწევდეს მიზანს თავიდან, მაგრამ ესეთი ადამიანები საკმაოდ ძლიერები არიან თავის ქმედებაში, მართალია პერიოდულად ხდება ეს ქმედება, კი უწევთ გადალახვა სირთულეების, მაგრამ სწავლობენ, ანუ ძლიერი მოქმედებაა ეს მარსი პლუტონის კვადრატი არის ძლიერი მოქმედება, როცა თუ ამ ადამიანს უნდა რაღაცის გაკეთება, აუცილებლად აღწევს იმას, ამიტომ ამ შემთხვევაშიც მე არ მგონია რომ ეს ეხლა ძალიან სერიოზული დაძაბულობის არის კი, მაგრამ ისეთი არ არის, როგორც მთვარესთან და ფიზიკური დატვირთულობა ვარჯიში შეერთების. ქალების შემთხვევაში, როცა მარსი ან მზე ეხება პლუტონს ასე თუ ისე, ხო ყოველთვის ისინი მიისწრაფიან ენერგეტიკულად სავსე მამაკაცებისკენ, ძლიერი მამაკაცებისკენ, ეს კი მარსი პლუტონის თემა ესეთი, აი ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად დაძაბული ასპექტია, იმიტომ რომ სულ გიწევს აგრესია, სულ გიწევს ისეთი გარემოებები, რომ ვიღაცა ისეთ ძალებს უნდა ებრძოლო, რომელიც შენ ძალას აღემატება რა, ისეთ გაურკვეველ რაღაცებს უნდა ებრძოლო და ამიტომ ეს ხო ვერ გამოიყენე ეს ასპექტი, კარგულად რატომ მიიღე ეს ასპექტი, რომ ანუ ვერ სადაც საჭირო იყო საკუთარი ნების ქმედითუნარიანობის გამოვლენა ვერ გამოავლინე, ან პირიქით ზედმეტად გამოიყენე ეს ძალაუფლება, არასინდისიერად გამოიყენე, სხვები დააზიანე, ვიღაცა მოკალი, ხო, აი კვადრატის შემთხვევაში შეიძლება ომის მონაწილე იყავე, შეიძლება უნებლიეთ მოხდა, მაგრამ იცით რა არის, არცოდო არ არის. ამ ბრბოს ხვერპლი იყავი და მოკლედ ვერ შეძელი რაღაცების გაკეთება, ვერ შეძელი და ამიტომ მიიღე ეხლა ასეთი ასპექტი, ხო? სიცოცხლის ხელყოფის ასპექტი. ხო, ყველა შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ეხლა ჩვენ აღარ ვლაპარაკობ სატურნზე, იუპიტერზე, იმიტომ რომ პიროვნული დონე არის მარტო ის, რაც ვილაპარაკეთ. ეხლა სატურნზე, იუპიტერზე, ეხლა იქ უკვე მთელი სინთეზი უნდა ვნახოთ რუკის, იმიტომ რომ სხვა სიტუაცია. და ვენერა მარსზე ვთქვათ ჰარმონიული კიდე და კაი თქვი ჰარმონიული ასპექტი. ვენერაზე კარგია, ანუ ადამიანი გრძნობებში ძალიან ძლიერია, დიდი ფინანსების მოსაზიდად ძალიან კარგი ასპექტია. ადამიანი ურთიერთობებშიც ცდილობს, რომ ერთგული იყოს, სინდისიერად მიუდგეს ურთიერთობების თემას. ყველაზე კარგია განსაკუთრებით ეს ტრინი რაღაცნაირად მეორე სახლს თუ ეხება ხოლმე, იმიტომ რომ დიდი რესურსების მოზიდვაში ძალიან გვეხმარება ესეთი ასპექტი. მასთან იცით რა არის, აი ხა აქ რისი გაჟღერება მინდა რა. რადგანაც უმაღლეს პლანეტაზე ვსაუბრობთ, თქვენ წარმოდით ეხა უცნაურ რაღაცას გეტყვით, რომ დიდად ჰარმონიული ასპექტი არის თუ არა. ზოგჯერ ხშირად არ აქვს მნიშვნელობა. ხო, იმიტომ რომ ადამიანი პრინციპულად თუ ვერ გადის მაგდონეზე, ნახეთ,
ანუ რომც იყოს სექსტილი, რომც იყოს ტრინი, შენ თუ პლუტონის თემაზე ვერ გადიხარ და უბრალოდ კი თავიდან გეხმარება, რაღაცეებში გეხმარება. ჰარმონიული ასპექტით დაზიანება. ხო, თავიდან გეხმარება, გიმართლებს კიდევაც, გისმენენ კიდევაც, მაგრამ თუ ვერ გადიხარ მაინც აი ამ უმაღლესი პლანეტის დონეზე, ანუ გაჩნობიერებაზე ვერ გადიხარ. ადრე თუ გვიან ის ტრინით შეიძლება კვადრატად გადაიქცეს. ასე რომ, ასე ძალიანაც ხო, ნუ გიხარიათ, რომ ყველაფერი ავტომატიზმზეა, ხო. უარესია ჰარმონიული ასპექტით, მით უმეტეს ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტით. ნეპტუნზე ვილაპარაკეთ შემდეგ ლაივებში, მაგრამ ხო, პლუტონი კარგია ჰარმონიულ ასპექტებზე, მაგრამ ამ ენერგიას უნდა იყენებდი და ეს ენერგია თუ გროვდება და შენ ცნობიერად ვერ იყენებ ამ ენერგიას, მერე მაინც შენ საწინააღმდეგო დაასარგავ. მიწოლა ენერგეტიკული გამძლეობა, რეგენერაციის უნარი, ძლიერი მოქმედება. მარსი პლუტონის ტრინი, მზე პლუტონის ტრინი ძალიან კარგია. მთვარე პლუტონის ტრინიც ძალიან კარგია, იმიტომ რომ აღდგენის უნარი აქვს, ბიოლოგიური აღდგენის უნარი აქვს ადამიანს ძალიან სერიოზული და ანუ აი როცა ძლიერი დაზიანება ორგანიზმის ავადმყოფობა ხდება ეს რეგენერაცია ხდება ძალიან სწრაფად. მე 40 სიცხით კვდება, მეორე დღეს კარგად არის წამოხდება სამსახურში წავა. მე შემხვედრია უარესი სიტუაცია, როცა 98% დაზიანებით ორგანიზმით იყო ადამიანი და ექიმები არც ერთი 100% რო არ მიუციათ სიცოცხლის, ანუ გადარჩა და მოხდა აღდგენა. რეგენერაცია. აი ეს არის ჩვენი პლუტონის ასპექტები. ამითი დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.